ალექსა წავიდა ბოლონიაში და ვერ დავემშვიდობეთ, იმიტომ რომ აკადემიას აგვიანდებოდა და სხვადასხვაგან ვიყავით რაღაც მაღაზიაში. ჩვენ მივდივართ კოპენჰაგენში და იუსტინა მიდის პარიზში. იუსტინა Paris au lit. This is where she is going. Bye, George. This. Tansiva, თან გვიანდება ის ტური დაჯავშნა. ქალაქის ტური. ქალაქის ტური. ავედი თან თორემ მართლა გვიანდება. შოქში ვარ, ანუ ვერ მივხვდით რა პრინციპით არის ფასები დაალაგებული. აი მაგალითად, წყალი წლის 5 евро და ჰოთ-დოგი და რაღაცები წლის 5 евро. რაც ორივესთვის ძვირია. რაც ორივე, ნუ ჰოთ-დოგისთვის კიდე ოკეი, მაინც კოპენჰაგენია, მაგრამ წყალი 5 евро რა არის, ვერ ხვდები აი წყალში რატო ვიჭარ. Approximately Sudoku. This is a puzzle game? yes. Yeah, I'd rather cut my. Oh, that's it. Harakiri. ხო. Okay, gotcha. All right, thank you. Yep. ჩვენ გავიჩქუფებათ. ხაჭის ამბერი ადამიანია. იმის ფერზე რომ ჩემზე საინტერესო ბევრი საერთაშორისო ეს თორმეტი. და დავიწყეთ ახლა პირველი ტურისკენ წასვლა, პირველი საიტი. I've chosen because of the sun and May. ძალიან მოვიწყენე ამ ტურზე და თავი რაღაც თუნა გავიქთო. და ვერც ვამბობ რომ მოვიწყინა, იმიტომ რომ ჩემი არჩევანი არ აქვს თამაში. მაგრამ მარაუშავს. რაღაცნაირად მგონია რომ ამ ქალაქში ყველაფერი რაღაცა წარმომოჭრა და ცოტათო. აი ხალხიც და გარემოც წამომწონს. მაგრამ აი აქ არ ვიცხოვრობდი. მე ხოწებია, მაგრამ მე აქ არ ვიცხოვრობდი. იმიტომ რომ აი ზედმეტად სიჩუმეა. აი თან ვიცხოვრობდი, არ ვიცი. ერთ რაც ვიცი, ქურთუთი თუ არ ვიყიდე დღეს, ანუ მე მიყვარს ჩემი ამ მოგზაურობაში ძირითადად ქურთების კოდით ვარ დაკავებული. აი ადამიანებს რო ვუყურებ, აქ მგონია რომ აი ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვს არც სოციალური მედია, საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი მსგავსი და უბრალოდ ცხოვრობენ ძალიან კარგად. იდეაში ეს არის სწორი. და ძალიან მინდა მეც ესე ვიყო. მაგრამ მგონი შემიძლია რომ ესე ვიყო. ჭამეთ მაგდონალდში, იმიტომ რომ ვერ მივხვდით სხვა რა უნდა მოჭამა და თან ხალხი ძალიან ძვირია ყველაფერი. ეხლა ყავს ვარ. მეორე ყავს ვარ მეფეს. ანუ ერთი სლაისი პიცა ყველაზე ბიუჯეტურ ადგილას ღირდა 6 евро, 7 евро. ხო და ეს ყავა ღირდა 6 евро. ვაფაური მოხუცის მოდელში წარმოიდგინე რამდენს გადაგიხდია.
მეგობრებო, ეხლა შემოვედით ერთ-ერთ ბეიქერში და როგორც TikTok-ზე ვნახე, ეს არის ამათი ტრადიციული არ ვიცი ამას რა ქვია. ეს არის ამათი ტრადიციული ნამცხვარი, შიგნით არის ვანილის კრემით. ეს არის მეორე. კარგია. ეს ლიმონია, ხო? ძალიან კაია. კიდევ ვიყიდი რამეს. აუ მე მართლა მithla ხუმრობის გარეშე ვინ ამას ვიდეოს გამოვარდნით, რომ აბსოლუტურად მსხვერპლი ვარ თავიდან ბოლომდე კაპიტალიზმის. ანუ მართლა მithla რომ თუ ფული არ დავხარჯე, ესე ბედნიერი არ ვარ. ანუ ეს არის და მე ამბობს ხალხო, რომ მე ვარ ისა ორფო ბეიბიო. ხალხს ფული არ აქვს რა დახარჯოს და შენ არ აქვს ფული არ დახარჯო ბედნიერი. არა, არც მე მაქრიური ფული. პატარა ჭრა მეგობრებო, ეს არის კოპენჰაგენის ყველაზე ძვირიანი სასტუმრო, როგორც გითხრეს და ჩარჩებით. არა, აქ არჩებით ნამდვილად. და ძალიან მომწონს ვიზუალურად. სად ვართ ახლა, მოდი შენ გითხარი. სახელი ნუ რაღაცა ბურგერი. ჯაგერ ბურგერში. რაც ავიღეთ საფირმო ჯაგერ ბურგერი. ბურგერის ჭამის ხასიათზე ვიყავი მე პირადად. აუ მე ძალიან მინდა და სხვათა შორის. და რა დაგვიჯდა ეს? 20 евро არის. დაახლოებით ეს. რა ძალიან ძვირი არ არის ჩემი აზრით. სალამი მეგობრებო, შტატივი დამრჩა და ვერ ვიღებ ბევრ ვიდეოს. დღეს არის მეორე დღე ეს არის მეორე დღე კოპენჰაგენში და ახლა მივდივართ მალმოში, რადგან არის შვედეთში. რომ არის მხოლოდ 1 საათის გზა მატარებლით და შევეცდები რომ წაგიყვანოთ, ან ცოტა რთულია გადაღება, იმიტომ რომ ძალიან ცივა და დღეს თოვს კიდევაც რაც უფრო მეტად ართულებს გადაღებას, მაგრამ ნუ რაღაცებს მაინც გადავიღებ რა. რაღაცნაირად პირველად მომინდა ძალიან სადღაც ცხოვრება, რომ ყველაფერი არის მოწესრიგებული, დალაგებული, არის სიმშვიდე, ყველა ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან ლამაზად. და მოგზაურობას არ აკომფორტებს ხდის ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად 3 საათზე უკვე სიბნელეა. და ფარაცაზე თუ ადრე ძალიან თუ დილას ადრე ძალიან არ გავხედი ფაქტობრივად. დღე დაკარგული გაქვს და მე დილას არ შემიძლია წამოვარდნა, მით უმეტეს რომ არის ყინვა. შეიძლება ისეთ ბილეთს, რომელიც თუ ერთი ადამიანი ხარ, ჯერ 15 евро, მაგრამ თუ მინიმუმ 2 ხარ, უკვე 10 евро, ან family ticket შეიძლება. ხო. არა, მალმო ძალიან კარგია, მაგრამ აქ ერთ თვეზე მეტი და უკვე მოიწყინა. ჩემი აზრით. არა, თქო, ხალხი არ საუბრობს, ანუ ხალხი მოძრაობს. აი რა საკეთებ? რუსთავში? ანუ მოდი ჩვენ ხო ვლაპარაკობთ. ჩვენ ხო ვლაპარაკობთ მალმოზე. ხო, მაგრამ იმაზე რა ქვია. 2 hours later. კოპენჰაგენზე და მოდი აქვე რუსთავზე ნუ ვისაუბრებთ. ეს არის ჩემი თხოვნა. რას ვაკეთებ თბილისში? რასაც ვეძახთ საათს.
რას ვაკეთებთ რა სად? შეიძლება დაგვენ გავაკეთოთ. მე თბილისელი არ ვარ. შემოვიდით ძალიან კარგ ვინტაჟ შოპში და მეგონი ძალიან კაი რაღაცა ვნახე, მოიცადე განახოთ თქვენს. აი ეს 5 ევროც. მეგონი ძალიან კაია. და ულამაზესი ნივთებია. ახლა ჩვენ მივდივართ პარკში. უკვე ბოდიოსში გადაგვივიდა. ხო, სამსაკლია 20 წუთი უკვე ბნევდება. და ძალიან საინტერესო კი არა და გაუგებარი არის ჩემთვის ცენტრალური პარკის შესასვლელში, რატომ არის სასაფლაოები. პანთეონი არა ის არის კიდე. კაი ძალიან გთხოვ. კაი, ყველაფერზე ხო მოდი ეს მომწონს მალმო არ მომეწონა. მე მომეწონა. რატომ მოგეწონა შენ? რავი, რატომ? ანუ მაგალითად ყველაფერი ლამაზია, ძალიან მოწესრიგებულია. არა, ნუ მოწესრიგებული როა, ოკეი, ყველაფერი მართლა ძალიან ტოპ, მაგრამ აი ეს განცდა არ მქონია, რაც კოპენჰაგენზე მქონდა. იმიტომ რომ მაგრამ თან უკვე გავითვალისწინეთ, რომ ეს არის რაღაცა ერთ-ერთი ქალაქი და არა დედაქალაქი. ნუ ხო, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი. და პროტეცი რა განცდა მაქვს, აი 2 საათია, ხო აქ ვარ 3. და უკვე მოვიწყინა მაგალითად უკვე მინდა სახლში. და აი კოპენჰაგენზე განცდა არ მქონია, რომ უკვე სახლში მინდა. ეს კამერა ვიყიდე, მე მაქვს Sony-ს კამერა. Sony ZV-E10 Mark II. და ეს კამერა ვიყიდე, ძალიან სწრაფად, ძალიან ბევრი არ დამირესერჩებია. ნუ იდეაში ყველა მირჩია რა აღარ დამირესერჩებია და რაღაც ChatGPT-საც რო კითხე. ნუ ოკეი, კაი კამერაა, მაგრამ საკმაოდ დიდია ვლოგისთვის. და ეხლა რა უკან დამაბრუნა, აუცილებლად ვიყიდი DJI Osmo 3-ს Pocket 3, ხო ეგრე ქვია. მაგ კამერას ვიყიდი, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან კომფორტული იქნება. რატოს იდეაში მაშინაც მქონდა ეგ გააზრებული, მაგრამ ნუ მეთქი ეს მაინც კამერაა და ფოტოებსაც გადავიღებ თქო და აი რო გითხრათ რომ ხა ამის ფოტოები ძალიან მომწონს თქო მოგატყუებთ, ამიტომ თუ ვინმეს ეს დილემა გიდგათ, გირჩევთ რომ იყიდოთ ის. რაღაც განსაკუთრებული სიცივე იყო ჩემთვის და ახლა შემოვედით და უნდა განახოთ ამათი ტრადიციული სვიტს. ეს არის ორსახელები არ ვიცი. Prince Cake. Prince Cake და ძირითადად არის კრემი, თუმცა მოდი ეს ვანახოთ. აი ესე. და ეს არის ალმონდის ნამცხვარი. რაღაცა, ოკეი. და თქვით თუ მოგეწონება. ეს ჩემთვის ძალიან ტკბილი იყო, მაგრამ მაინც მოგასინჯვა ღირდა. დამთავრდა ჩვენი დანიური მოგზაურობა კოპენჰაგენში. ძალიან გადათიშულები ვართ, პირადად ვარ. და ახლა მივფრინავთ ბერლინში, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ვისურვებდი რომ წავსულიყავი სახლში. მაგრამ არა უშავს. ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. ეხლა ვფიქრობდი გზაში, რომ ეს ქვეყანა საერთოდ სხვა ლეველზეა. და საუბარს საქმიდან არ გამოვალ ბერლინში, იმიტომ რომ გადათიშული ვარ. და რა ვიცი, მეგონი კოპენჰაგენში ცოტა ქაოსურად გადავიღე ვიდეოები. მაგრამ მაინც დავამონტაჟე. რა გინდა?